The time of illusions is over now. ილუზიების დრო დასრულებულია. ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავდაცვაზე. არა შორეულ მომავალში, არამედ დღეს. არა მცირე ნაბიჯებით, არამედ ისეთი სიმამაცით, როგორცაც არსებული მდგომარეობა მოითხოვს. პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ იგი მტრულად განწყობილი მეზობელია. მისი ნდობა არ შეიძლება. შესაძლებელია მხოლოდ მისი შეკავება. ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო ძალა ჩვენსას აჭარბებს. თუ ვისაუბრებთ რეალურ სამხედრო დანახარჯებზე, ვნახავთ, რომ კრემლი ხარჯავს იმაზე მეც, ვიდრე მთელი ევროპა. ევროპის სამხედრო წარმოება ჯერ კვლავ დაბალ დონეზეა. დღესდღე ფართოვდება იმ საფრთხეების დიაპაზონი, რომელთა წინაშეც ვდგავართ. ჩვენ საკმარისად დიდები ვართ იმისთვის, რომ შევაკავოთ ნებისმიერი მტრულად განწყობილი სახელმწიფო. გვაქვს შესაბამისი ეკონომიკური ძალაც და ახლა როგორც იქნა, გვაქვს პოლიტიკური ნებაც. ყველას გსურს მეტად მშვიდობიან დროში ვცხოვრობდეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ გავზრდით ინდუსტრიულ წარმოებას, შევძლებთ შევაკავოთ ისინი, ვისაც ჩვენთვის ზიანის მიყენება სურს. ევროპული თავდაცვის ერთობის შექმნის დროა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ჩვენს კონტინენტზე.